ყოველ წელს მაქვს შეგრძნება, რომ ადამიანებს რაღაც გვავიწყდება. არსებობისთვის საჭირო ყველაზე ელემენტარული უნარი. როცა ყოველდღიურობა მონოტონური ქმედებისგან შედგება, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი რაღაცები უმნიშვნელოდ იქცევა და უკანა პლანზე ინაცვლებს, რადგან ცხოვრებისეული უბედურება მხოლოდ ყოველდღიური ამ მომენტის პრობლემებისგან შედგება. თქვენ უსმენთ პოდკასტს ფურცლის ხმა. და დღეს მე ვისაუბრებ იმაზე, თუ რატომ ხდება, რომ ადამიანებს მხოლოდ შესამჩნევი ტკივილების გვჯერა. უბედურება, როდესაც შენი ცხოვრების დიაპაზონი იმდენად ვიწროვდება, რომ ყოველდღიურობად იქცევა. ზოგჯერ ეს უბედურება ჩვენგან იწყება, ზოგჯერ პირიქით, ჩვენით მთავრდება, თუმცა ისეც ხდება, რომ უბედურება ჩვენში, შიგნით ცხოვრობს. მაგრამ ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც იმას ვთვლით, რასაც გარეთ ვხედავთ. ქუჩებში ცარიელი სახეები, დაკარგული ადამიანები, შეცვლილი მისამართები, ჰაერი, რომელიც ზედმეტად მძიმე გახდა. თუმცა მთელი ეს უბედურება, ეს ჭირი, ამ ყველაფრით არ დაწყებულა. ჭირი ისედაც ჩვენში ცხოვრობს და სანამ ამას არ ვაღიარებთ, არაფერი გვეშველება. ლუკა ხატიაშვილის ჭირის მეგობარი სწორედ ამ რეალობას გვიჩვენებს. ეს ძალიან უბრალო, თუმცა ამავე დროს ფილოსოფიური ამბები გვასწავლის ძალიან მარტივ რამეს. ჩვენ ხსნისთვის არ გვჭირდება რაიმე განსაკუთრებული. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც დაგვიჯდება გვერდით მაშინ, როცა ყველაფერი იფანტება, როცა იმედი თითქმის აღარ არის და როცა საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნით. არსებობს ერთი უხილავი წერტილი, სადაც ადამიანი საკუთარი თავისგან იწყებს გაქრობას. ეს წერტილი შეიძლება იყოს დაღლა, სიჩუმე, გაუბედაობა. ლუკა ხატიაშვილი საკუთარი თხრობით სწორედ ამ წერტილში შედის, უშიშრად. მიუხედავად იმისა, რომ იქ შეიძლება სულაც არაფერი იყოს. და მერე, როცა რაღაცნაირად ეს სიცარიელე ივსება, ხვდებით, რომ ჭირი სულაც არ არის განაჩენი. ეს მხოლოდ არასწორი ურთიერთობაა საკუთარ თავთან. ზოგადად რომ ვთქვათ, ადამიანი საკუთარ ჭირს ყოველთვის ნიღბავს და სწორედ ამ შენეხვით იწყება შიში. შიში იმის, რომ ვიღაცამ ნიღბის მიღმა დაგვინახავს ისეც, როგორიც სინამდვილეში ვართ. შიში, რომ ცუდად ყოფნას ვერ გაუძლებს ურთიერთობები, რომ მეგობრობა მხოლოდ კომფორტის დროს არის იდეალური. მაგრამ ეს წიგნი სრულიად საპირისპიროს გვასწავლის, რომ ჭირს მეგობარი არ უნდა მოარიდო. თითქოს ამ ჭირს, ამ ცუდად ყოფნას გვერდით უნდა მიუჯდეთ, როგორც ამაშრუტო ტაფში უჯდებით უცნობ ადამიანებს გვერდით. ეს წიგნი არ არის ამბავი ადამიანებზე, რომლებიც გმირად ქცევას ცდილობენ. ეს არის ტექსტი ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ არტოვებენ ერთმანეთს. ჭირი ყოველთვის მოიძებნება, მაგრამ ხსნა მხოლოდ ურთიერთობაშია. ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რომ ის, ვისაც ყველაზე ნაკლებად ვაჩვენებთ ჩვენს ჭირს, შეიძლება სწორედ ის ადამიანი იყოს, ვინც მის სიმძიმეს გაუძლებდა. ჩვენ თითქოს ვცდილობთ ასეთი ამბები მოვარიდოთ ადამიანებს. ჩვენთვის ვინახავთ სხვისი დაცვის საბაბით და ამ დროს სავალალო შედეგებამდე მივდივართ. რაც, როგორც წესი, ბევრად მძიმეა იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ჩვენი ჭირის არიდებას ვცდილობთ. მე შენს გვერდით ვარ, მაშინაც კი, როცა შენს ჭირს ვერ ვცვლი. მაშინაც კი, როცა არც საკუთარი ცხოვრება მაქვს დალაგებული. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ სადმე არსებობს ხსნა, ის არის მეორე ადამიანთან, ვინც ჩვენს ჭირს არ დაემალება. სიტყვები, რომელსაც მას ვეუბნებით და სიტყვები, რომელსაც ის საპასუხოდ გვიბრუნებს, შეგრძნება იმის, რომ მარტო არ ვართ და ყველაზე მთავარი, სურვილი იმის, რომ მარტო არ ვიყოთ.